საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საიუბილეო ღონისძიებები, რომლებიც 26 მაისიდან დაიწყება, 1 ივნისიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს და მოიცავს როგორც კულტურულ საგანმანათლებლო პროგრამას, ისე სამეცნიერო კონფერენციებსა და სტუდენტურ ექსპედიციებს. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებები სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. 14 ოქტომბერს დაგეგმილია სიმპოზიუმი თემაზე ღმერთი სამშობლო ადამიანი. საიუბილეო ღონისძიებები საქართველოს მთავრობის და საპატრიარქოს კოორდინაციით ხორციელდება. ჩატარდა სახელმწიფო კომისია, რომელიც ეძღვნება საქართველოს ქრისტიანობის 1700 წლის საიუბილეო თარიღს და ვფიქრობ, რომ მხარეები შევთანხმდით ძალიან დიდ პროგრამაზე, ძალიან გასახარია, რომ მათ შორის დაგეგმილია საგანმანათლებლო შემეცნებითი, ადგილობრივი, საერთაშორისო, კულტურული, სამეცნიერო და ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა. ვფიქრობ, რომ 1 ივნისიდან წმინდა ნინოს საქართველოს შემოგზავნების დღიდან ეს მოძრაობა უკვე საიუბილეო ღონისძიებები უკვე ძალიან დიდ მასშტაბს მიიღებს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ასევე მთელ მსოფლიომ ნახოს აღნიშნვა ამ დღესასწაულის, რაც 1700 წლის თავს უკავშირდება. ძალიან დიდი დრო არის, ძალიან დიდი თარიღია. შევჯერდით საბოლოოდ იმ აქტივობებზე, რომელიც საპატრიარქოს მიერ არის შემოთავაზებული და რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი არის.